ძალიან მძიმე ამბავი იყო მართლაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი მძიმე ამბავი გვესმის ხო ამ პერიოდის განმავლობაში და ჩვენ და სამწუხაროდ საუბედუროდ გახშირებულია ძალიან მკვლელობები, ადამიანებს შორის დაპირისპირება, უბედურება, რაღაცნაირი გუშინდელი საღამო იყო მძიმე კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ძალიან გაშიშულდა ის სავალალო და მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეხლა სხვათა შორის დღეს თბილისიდან წამოვედით და იქაც ჩემი ერთი მეგობარი ყველა იცნობთ მას, მეუბნებოდა რომ მთელი ღამე ვტიროდიო, იმიტომ რომ აი რაღაცა დამემართა ამ ამბავს რომ ვისმენდიო და აქაც ეხლა ხალხს ხვდებით ჩვენ და ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ეგ იყო, რომ ადამიანები ძალიან შეძრულები არიან ამ ამბით, რაც გუშინ დატრიალდა და ჩვენ ყველანი ერთად ხედავთ, რომ სახელმწიფო აღარ მუშაობს. მთელი უბედურება არის იმაში, რომ ხედავთ, რომ სახელმწიფო არის გადართული რაღაც მეასეხარისხოვან თემებზე, არის გადართული სიტყვის თავისუფლების ჩახშობაზე, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაზე და ამ დროს რეალურად უსაფრთხოება ადამიანებისა არის სრულიად მიტოვებული და ვეღარავინ უსაფრთხოდ ვეღარ აგრძნობს ამ გარემოში თავს. ვეღარც მშობელი, რომელიც შვილს გარეთ უშვებს, ვეღარც თავად მშობელი, რომელიც შვილთან ერთად გამოდის გარეთ, ვეღარც ერთი ადამიანი გამლელი ქალბატონი, რომელიც საერთოდ აღმოჩნდა აი ამ უბედურებაში, საერთოდ არაფერთან შეხებაში რომ არ იყო. ამიტომ ეს არის მოშლილი სახელმწიფოს სინდრომი, შეიძლება ითქვას. კრიმინალმა აჯობა სახელმწიფოს. უსაფრთხოება არის აბსოლუტურად ნულამდე დასული. უსაფრთხოება როგორც ქვეყნის, ისე ყოველი ადამიანის, თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და ეს დიდი ტრაგედია, არ ვიცი, გამომაფხიზლებელი მაინც იყოს იმისთვის, რომ ხვალ ზეგ ასეთ უბედურებაში არ დავრჩეთ და ადამიანები არ გამწარდნენ, ოჯახები არ გამწარდნენ, რანაირად უნდა გააგრძელოს ამ ოჯახმა ცხოვრება, მართლაც ამხელად კივილის შემდგომ, რომ ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს და უცებ არაფრის გამო აღმოჩნდნენ ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ეს და კიდევ ერთი თემა არის, სხვათა შორის, ეხლა გზაში გვაწევდნენ ამ ინფორმაციას ჩვენ ამ შეხვედრებზე, რომ დავდივართ, რომ პროპაგანდამ, მახინჯმა სახელმწიფო პროპაგანდამ მოიცალა იმისთვის, რომ თურმე რაღაცა ოპოზიციას ამ შემთხვევაში ლელოსთვის გადაბრალება მოუნდომებიათ, რომ თითქოს აქტივისტი იყო ადამიანი და თითქოს ჩვენთან იყო ჩაბმული საქმიანობაში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მძიმე ფსიქოლოგიურ თუ ფსიქიურ მდგომარეობაში იმყოფება და საერთოდ გაუგებარია, რატომ იყო ეს ადამიანი გარეთ და რატომ ჰქონდა იარაღი. მე უამრავი ადამიანი ვიცი, შემოუჩივლია, რომ რაღაცა პატარა ჯიბის დანის ჯიბეში ან მანქანაში ჩადების გამო აპატიმრებენ, აჯარიმებენ, იჭერენ, უბედურებას მართებენ და რანაირად ხდება დღისით, მზისით, რომ იარაღიანი ადამიანები, თან პირველი შემთხვევა ხომ არ არის ეს, რამდენი შემთხვევა ვნახეთ. აგერ გუშინ ბათუმში ჩაცხრილეს ხო ადამიანი, გუშინ წინ, იმის წინ, გაუთავებლად არ მთავრდება ეს უბედურება და ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გავასწოროთ ყველამ კომპასი. უნდა გავასწოროთ ყველამ კომპასი, იმიტომ რომ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ის არ არის ხელისუფლება. ის არ უნდა იყოს მართვის სადავეებთან. კი ბატონო. და ქალბატონ ფიქრია, ასევე მინდა კითხოთ კომიკოს უნისე ოქრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე ღამე იყო. გუშინ მძიმე დღეც რაღაც ერთმანეთის მიყოლებით მიეწყო, შეიძლება ითქვას ეს მძიმე ამბები. რა სიტყვით თქვენ უშუალოდ ამ ისტორიაზე, რომ თითქოს ვიღაც კონკრეტულმა ერთმა ადამიანმა თავი ვერ შეიკავა და უნისე ოქრიაშვილს საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდა. ეს ისტორია რას გეუბნებათ? ხედავთ თუ არა თქვენ ხელისუფლების მხრიდან წახალისებას ან ორგანიზებას, იმიტომ რომ სწორედ პროპაგანდისტული მედიების მხრიდან მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული გაშავების კამპანია კვირეების განმავლობაში უნისეს მიმართ.
ხო, მე თვითონ ამ გადაცემას არ ვიცნობ, საერთოდ არ მიმიდევნები ასე აქტიურად თვალი, მაგრამ ვიცი რომ რაღაცა ამოკრებილი, დამონტაჟებული ნაწილების გამო შექმნეს მთელი პროპაგანდისტული ნიაღვარი და ადამიანს მიუქციეს შეიძლება ითქვას გამწარებული საზოგადოება. წარმოუდგენელია ეხა მართლაც რაღაცა ასეთ ვითარებაში. კი, ბევრმა ვინმემ გაიგო, თვითონ ამ ადამიანმაც თქვა რომ ეს იყო კომპილაცია და არავითარი კავშირი ამას არ ქონდა რეალობასთან, მაგრამ უმეტესობა ადამიანების ამას ვერ იგებს. პროპაგანდის ძალა სწორედ იმაშია, რომ პროპაგანდისტული ფორმულები, პროპაგანდისტული დაპირისპირება ძალიან მალე ვრცელდება და ძალიან იოლად აღწევს ადამიანებამდე. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის ხალხი, ვინც თავს დაესხა, ისინიც წაქეზებულები არ იყვნენ და ეს არ იყო ბუნებრივი რეაქცია. არ მგონია, რომ ეხა ის ადამიანები, ვინც ასე უსწორდებიან ხალხს, ან ნოდარ დუმბაძესთან, ან საერთოდ ქართულ მწერლობასთან რამე შეხება ქონდეთ და ამის გამო ყოფილიყვნენ ონისე ოქრიაშვილზე გაბრაზებულები. სხვათა შორის აქ შეხვედრაზე თქო წეღან ვამბობდი, ხალხი ჩვენ გვეუბნება ასევე ძალიან გულნატკენები არიან ვახოსანაიას დაპატიმრების გამო. ჩვენ ხო ხედავთ იმას, რომ აბსოლუტურად ისევ და ისევ გამოთქმის სიტყვის თავისუფლების საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ადამიანები ხვდებიან საპატიმროში, ადამიანები ხვდებიან ციხეში და ეს არის უმძიმესი რეალობა. ამაში გადის ყველაფერი, ტროტუარებზე დაპატიმრებას რასაც შეეხება, ადამიანების აზრის გამოთქმის გამო დაპატიმრებებს, დაჯარიმებებს რაც შეეხება და ასე შემდგომ. ანუ ქართულმა ოცნებამ შექმნა რეალობა ისეთი, რომ მათი კრიტიკა კანონის დონეზე უნდა იყოს აკრძალული და ისინი მუდმივად უნდა დარჩნენ ამის გამო ხელისუფლებაში. და ეხა ამ ნიაღვარს როგორ შეაკავებენ, რომელი ნიაღვარიც მათ წინააღმდეგ არის და მე უკვე მათი მომხრეებით უამრავი მხდება ბოლო არჩევნებში, რომ მათ მისცეს ხმა, რომ ძალიან გამწარებულები და გაბრაზებულები არიან ქართულ ოცნებაზე. ეხა პროპაგანდაზე რო ვლაპარაკობდით, ონისე ოქრიაშვილს აუგორეს, რომ თითქოს შეურაცხყოფა მიაყენა მან ქართველ მწერალს, ამ შემთხვევაში ნოდარ დუმბაძეს. ეხა ლელოს უნდათ რომ აუგორონ, რომ თითქოს აი იმ ძიმი ამბის მკვლელობის მონაწილე იყო ლელოს წევრი და ლელოს მიმართ მომართონ ეს მთელი პროპაგანდისტული კამპანია. ეს არის სიმახინჯე, ეს არის მიუტევებელი ამბავი და ხელისუფლება ასეთი მიქსევების გამო უნდა დაისაჯოს. არავითარი კავშირი ლელოს ამ ადამიანთან არ ქონია. ის რომ ვიღაცა უბანში ცხოვრობს, ის რომ ვიღაცის ნაცნობია ძველი მეგობარი, ეგრე ქართულ ოცნებაში იმდენი მეგობარი აღმომაჩნდა სამწუხაროდ, რომლებიც წარსულში ჩემს თანამებრძოლებად იქცეოდნენ, ეხა მათ უმსგავსო ქმედებებზე მე ვერანაირად ვერ ავიღებ ვერანაირ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მათ სხვა გზა აირჩიეს, ქვეყნის წინააღმდეგ გზა აირჩიეს, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გზა აირჩიეს და იმ განვლილ გზას უღალატეს, რომელი გზაც თავის დროზე ეროვნული მოძრაობის დროს თუ შემდეგი ბრძოლის პერიოდში ჩვენ ერთად გაგვივლია. არ მინდა ეხა სახელები და გვარები ჩამოვთვალო. ეს არის ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, ხელისუფლების პროპაგანდისტული ხრიკები და ხელისუფლებას ურჩევნია, რომ მიხედოს იმ საქმეს, რა საქმეც ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა. მიხედოს ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც წყალს და მეწყერს გაატანა და საქართველოს ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ გულშემატკივარი აღარ დაგვრჩა ჩვენ არც ახლო სამეზობლოში და არც საერთაშორისო საზოგადოებაში და ამის პარალელურად კიდევ ადამიანები, ოჯახები, ბავშვები, ახალგაზრდები, ქალები თუ მამაკაცები, მოხუცები არიან დაუცველები აბსოლუტურად როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამის ძალიან მძიმე ცხადი მაგალითი იყო ის, რაც გუშინ საღამოს ვერაზე მოხდა და რამაც მართლა ძალიან მძიმე რეაქცია მოახდინა მთელ საზოგადოებაში, შეგვძრა და შეიძლება ითქვას აბსოლუტურად ყველაფრის ხალისი გეკარგება ასეთ დროს ადამიანს, როდესაც ამ მძიმე ემოციის ქვეშ აღმოჩნდები. კი ბატონო, და ქალბატონ ფიქრია, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, როგორც ვიცი, თქვენ სამცხე ჯავახეთში იმყოფებით, აგრძელებს თქვენი პოლიტიკური გუნდი რეგიონებში.
ესე ვთქვათ, ვიზიტებს. მოგვიყევით რას გეუბნებიან ადგილობრივები, რა ტიპის გამოწვევების წინაშე უწევთ მათ ცხოვრება, რა არის მთავარი პრობლემა, დარწმუნებული ვარ ალბათ ტრადიციულად სოციალური პრობლემები იქნება ის, რაშიც უწევთ მათ შორის ადგილობრივებს ცხოვრება და ასევე მინდა გკითხოთ, როგორ აღიქვამენ იმას, რასაც ისმენენ ეს ადამიანები ტელევიზორით. აი თქვენ თქვით, რომ აქ რამდენიმეს ვესაუბრე და ვახოსანაიას ამბავზე ძალიან გულისწყეტას გამოთქვამენო, ხომ? აი მათი თვალით დანახული ეს ისტორიები როგორი არის, არ ვიცი, მკვლელობა, თავდასხმა, პატიმრობა და ასე შემდეგ. კი, ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და აღარ გავიმეორებ, იმიტომ რომ მართლაც ეს ხალხი ჩვეულებრივად საქართველოს მოქალაქეები არიან და განიცდიან ყველაფერს, რაც ხდება დედაქალაქში, რაც ხდება მთელ საქართველოში, მაგრამ აი ერთი შემაჯამებელი სიტყვასავით რომ თქვა, მათ აქვთ განცდა, რომ სამცხე, ჯავახეთი ყველაზე უფრო მიგდებული და მიტოვებული რეგიონია. 900 ალბათ არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიტოვებული და მიგდებული რეგიონია საქართველოში, მაგრამ მათ აქვთ ასეთი განცდა. აი ახლა ჩვენ ვიმყოფებით მრავალბინიან სახლთან, სადაც ამის შემდგომ უნდა ვნახოთ, გადავიღოთ სარდაფებში ჩამდგარი წყალი. ეს საკმაოდ ძველი სახლია და ეს სარდაფებში ჩამდგარი წყალი იმას ნიშნავს, რომ სახლის ამორტიზება გამალებული ტემპით მიმდინარეობს და რატომ მოხდა ახლა ეს? მანამდე რაღაცა წყალგაყვანილობის შეკეთება ხდებოდა და წყალგაყვანილობის შეკეთება ისე შეაკეთეს ბრჭყალებში, რომ აბსოლუტურად მოშალეს სხვა სისტემები და ეხლა წყაროსაც ვეღარ აგნებენ, სად უნდა მოხდეს ამ პრობლემის სათავის მოძებნა, რომ ამ კორპუსებში წყალი აღარ ჩადგეს. გზაზე ვერ გამოივლი. მოგეხსენებათ, ესეც არის სასაზღვრო ტერიტორია, ხომ? აქედან თურქეთის საზღვარია. ვალეს გამშვები პუნქტია. ჯერ ერთი რა სვეუბნებით, აი რა მესიჯს ვაძლევთ ამ ქვეყანაში შემომსვლელ ადამიანებს, რომ საქართველოში პირველი პუნქტი იქედან რომ გამოდიხარ, არის ასე მიტოვებული, ვალე საკმაოდ დიდი დაბა გახლდათ და შეიძლება ითქვას დაცლილია მოსახლეობისაგან. იქ კორპუსია გაბზარული, ამის გადაღებაც გვინდა კორპუსები და დაზიანებული და ცადა მზე ჩანს იქედან და კაცი ამის მიმხედავი არ არის. გზა არ დაინახება და არ გაივლება. ისეთია, აქ თვითონ სასაზღვრო პუნქტი საკმაოდ მიოხრებული, ანტისანიტარია არის აქ და ამის თაობაზე ბევრჯერ თქმულა და რა არის საქართველო, ხო? ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ვიზიტორები გყავდეს, ტურიზმი იყოს, მაგრამ ამ გზით აქ ვინც შემოვა, თქვენ წარმოიდგინეთ, ან ტურისტის სახით რატომ მოუნდება ასეთ ვითარებაში შემოსვლა, ან ბიზნესის კეთება რატომ მოუნდება ასეთ ქვეყანაში? ამას ხო უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვაწოდებთ ჩვენს მეზობლებს თუ საერთოდ საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენ თავს და ვაწოდებთ ისე, რომ ვართ ერთი არ შემდგარი დიქტატორის ქვეყანა, მხოლოდ მისი ფინანსური ინტერესების მომსახურე ქვეყანა და საერთოდ მიგდებული, მიტოვებული ქვეყანა, იმიტომ რომ მოსახლეობა აქ ეკონომიკურ სიდუხჭირეში, სოციალურ სიდუხჭირეში ცხოვრობს და ასე გრძნობს თავს.